და როგორც იქნება ამ არხზე მოვობით ავიდავდები მომდევნო ვიდეოს, რომელიც იქნება როგორც უკვე მივხვდით ტემუს unboxing-ზე. მოკლედ ტემუმ ჩვენამდეც მოაღწია და გითხრა რომ რაღაც ნივთები ამოვარჩია ჩვენი საიტიდან ავტომობილის მოვლის შესახებ და ჩვენ გამოვიგზავნით ხო და აღარ მოხსნა ახლა რამდენი ლარის არის, მაგრამ თან დავიწყებ გახსნათ და თან ამოვარდება იქ ბრანდნივთი რამდენი ლარის არის. რა სხვათა შორის საკმაოდ გებში გამოვედით და ფიზიკურად ვერ ვახსოვდი ბოლოს კალათას. ტრადიციულად გლიჯავთ ჩვენს პაკეტს, სადაც რამდენი რაღაცაა. პირველი ნივთი. ესენი გამოწერე დაახლოებით 2 თვის წინას იმხე ხარ არ მოხსოვს ნახევარზე მეტი რა არის, მაგრამ ეს არის სავარაუდოდ, რაც უკვე აღარ გვჭირდება და ზამთარში უნდა გამოგვეყენებინა. არათო. ზამთარში კი უნდა გამოგვეყენებინა ეს ავტომობილზე, მაგრამ ეხლა ევროტურში მივდივართ. და ევროტურში გამოგვადგება ჯვარა რა არის? ორი რაღაცა უნდა ყოფილიყო, ერთი მინას რო აფარებდა თოვლისგან იცავს და მეორე ალბათ შიგნიდან გასაკეთებელი. უნდა ვნახოთ ძმაო. ეს არის მანქანის ბარგის დამცავი, რომელიც ღირდა 10 ლარი. სავარაუდოდ უკან ბარგს რო დავდებთ, გადავაფარებთ, პიკაპზე თუ გამოვიყენებთ, რა და მაგ პერიოდში პიკაპით დავდიოდით. ეს სავარაუდოდ ისეთი ნივთია, რომელიც პროსტა ჩავაგდე, რომ კალათა შემევსო რა. და სანამ მომდენო ამანას გავხსნით, მანამდე გეტყვით, რომ ვინც გადახვალთ აღწერაში მდებარე ლინკს და კომენტარებში არის ეგ ლინკი აპენული და გამოვიყენებთ ჩემს პრომო კოდს, აი ამას და ჩაწერთ საძიებო ველში მიიღებთ 300 ლარიან ვაუჩერს და 300 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ რაღაცების გამოწერა. ამიტომ ეხლავე გადათ ლინკზე, საძიებო ველში ჩაწერეთ ეს პრომო კოდი და 300 ლარის ნივთები გამოწერით და თუ შეავსეთ მოკალათას თქვენი ნება. და მოკლედ ყველას გისურვებ წარმატებას, ეხლა 300 ლარის ნივთები არავის არ გაწყენ ზედმეტი. მომდევნო ნივთი. აი ეს არის უკვე ის თოვლისგან დამცავი, რაც გვინდოდა და რაც უკვე აღარ გვინდა. აი ესე იღებ და ეს მხარები ეტნეო და შეგნით ამას ჩვეულებრივად აფარებს ზევით ერთი წამი. მამენ თოვლისგან არა, მზეშიც გამოგვადგება ჩვეულებრივად. ესეთი რაღაც შეგვიძლია აქ ესე ავიღებთ. აქედან ამას ესე. და ესეც ესე. ამის მუღამე რეალურად ის არის, რომ კარებებში ეტნევა თავისი რაღაცეებით და რო რაღაცა და მე თოვლიზედ დაიყრება, ჩვეულებრივად დაიღებ, გადმოყრი, დაკეცო და შეინახო. სხვათა შორის ზამთარში მე რო ეს გამომეყენებინა და ცოტა ადრე გადამიღვა ამის unboxing-ი, არ გამიფუჭდებოდა ჩემი საწმენდები. და აგერ ვნახე, რომ ესენიც მოყვება. ჩვეულებრივად იქ უკეთდება თავებს და მე შეინა სარკეზე ამაგრებ. არა ბიჭო, ნახე რა, ჯერ ყველაფერი ხო შეიძლება და მე დაიწყო ლაპარაკი რა. ვერ ვისწავლე რა. მოდი ამას აქ დაბლაჩავდე და აქედან ამოვიღებ რაღაცებს. ჩემი საყვარელი ნივთი ტილოები, რომელიც რაც არ უნდა ბევრი მქონდეს, მაინც ყოველთვის ცოტა მაქვს და ესენი გამოწერეული მიტა. სხვათა შორის ხარისხი იგივეა ჩვეულებრივად რაც მაღაზიებში იყიდება, მაგრამ ცოტა უფრო ის არის რა, თხელი. ჩვენთან მაღაზიებში ესეთი რაც იყიდება არის სქელბეწვიანი და სქელბეწვიანი მე შინით იკრავს რა, რაღაც ჭუჭყებს და რაღაცებს და ცოტა გასარისხად ძნელია და ეს ალბათ უფრო მინებისაწმენად გამოდგება, იმიტომ რომ რაღაც აი სასიამოვნო ფაქტურა აქვს. ამას მე გავტესავ როცა გავერცხო მანქანას. ყოველ შემთხვევაში აქ რომ მსგავსი ტილო ვიყიდე, მივეცით 15 ლარი და იქ მგონი ლარით არ დაჭდა ეს და უფასოდ მომიტანე სახლში და ხო, ტემუდან გამოწერის მუღამი ისა რომ სახლში მოვხდი უფასოდ 5-დან 14 დღემდე თუ არ ვწდები და ძალიან მაგარია. მე პირადად რამოდენიმე ამანათი ჩამომივიდა და ყველაზე დიდი მგონი რასაც ვეღებოდა ძალიან ბევრი იყო, უბრალოდ იყო დაახლოებით 7 დღე. თორე ისე 5 დღეში მოვიდა, ხო? ძირითადად 5 დღეში მოვიდა და მე 1-2 დღე გადააცილა ერთმა რა. შემდეგი, ისევ ტილოები, ხო გითხარით ტილოები, მაგრამ მივახსენებთ, რომ რასაც უნდა ბევრი მქონდეს, მაინც ყოველთვის ცოტა მაქვს. ეს რა არის? ამას რაღაცა, ესეც სავარაუდოდ მინისაწმენდი არის. კარგი ხარისხი და გამოვიყენება დიდხანს. მოვლაზია ძმა ყველაფერი დამოკიდებული თორე. ესეც კაია, სხვათა შორის არ არის რა სქელი და სქელ ტილოებს ზოგადად ვერ ვიტან ხოლმე, ცუდად ამშალებს რა და წყალს იტოვებს ეთ. მორჩა აწინ მე კაი ხანი მაღაზიაში არ წავალ და ტილოებს არ ვიყიდე. იმიტომ რომ დაბლა ტილოებს ხედავ. ეს ღმერთმანო დამაჭიროს ამანქანაზე, მაგრამ იყო და რავი რატო არა, მოკლედ ეს არის საკმაოდ კარგი ხარისხი, სხვათა შორის პერემიჩკებს ქართულად რა ქვია არ ვიცი, მაგრამ ხელში საკმაოდ მძიმეა და საკმაოდ სქელიც არის და ამაში რა მივეცი? ძალიან იაფი და მგონი ეს აქაურთან შედარებით. 31 ლარი. არ ვიცი ხო აქ მაღაზიებში რა ღირს, არც არასდროს არ დამჭიროები ამანქანაზე. ადრე რამოდენიმეჯერ დამჭირდი, ხო სხვაგან და ის მე ძმაკაც ვათხოვე და ვათხოვე როდის 2016-ში. და დღემდე არ დაუბრუნებიან. ჩაქსელ დააბრუნე რა. მოკლედ 31 ლარი ჩემთვის საკმაოდ კარგია და ეს არის 1000 ამპერიანი. არ ვიცი 1000 ამპერიანი რამდენად კარგია, მაგრამ ხელში საკმაოდ სქელია და ყოველ შემთხვევაში რაღაცეები ჩალიჯობია, რომ 31 ლარად გამოწერო და სახში მოგივათ რა. შემდეგი ნივთი, cup holder-ი, რომელიც ამ ავტომობილში უკან აუცილებელია, რადგან მოგეხსენებათ კუპეა და უკან ჭექების ჩასადები არ გვაქვს და ეს საკმაოდ აუცილებელია და შეფუთვა ეხლა დაზიანებულია, მაგრამ საკმაოდ ხარისხიანია. თუ დააკვირდებით ეხლა, აი აქ ძირებში რეზინები აქვს და ესეც ჭიქას მოუჭერს, რაღაც არ გადატრიალდეს და რაღაც არ გადმოისხას და მოყვება თავისი რაღაც გასაკეთებლები და ამით პირდაპირ ქვია იმას
საიდანაც ჰაერი გამოდის და ზაფხულში მაგალითად ეხლა ცივი ჰაერი როცა გამოდის, ცივ ენერგეტიკულ ჩადება რაღაცას და სიცივე შეინარჩუნებს რა. ცოტა ლოგიკური გათვლა არის. ნუ რამდენად გათვალეს ეგ არ ვიცი მე ნაღდად, მაგრამ ზამთარში მაგალითად თუ ყავას ჩადებ, ყავის სითბოსაც შეინარჩუნებს. ეს რა არის? აქ რაღაც არის. გამოწევა შეგვიძლია, მერე შეწევა, არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ რომ ევროტურისას გამოგვადგება. არა, ევროტურში რამდენი მივიდვარ, თუ 2 მედათიკო. არ გამოგვადგება. სამწუხაროდ არავინ არ მიყვავს ჩვენს պետ. და დანი. დანისთვის ახლა ქარსითი არ ვიცი ტემუზე რამდენად არის, მაგრამ ნახოთ აბა მე მაგასაც გადავამოწმო. მოკლედ, კაია. აწინ გაითვალისწინეთ ჩემო მგზავრებო, რომ უკან რო შეждებით, რაღაცები არ ჩამიგვიხოთ იქ დაბლა. და რა ღირდა? ეს ღირდა 7 ლარი. და ზუსტად ეგეთი აგერ მეორეც არის. და ესე 7 ლარი ღირდა. ანუ აშკარად სხვადასხვა სელერი იყო და ერთ იგივე პროდუქტს ყიდა, მაგრამ კარგი ის არის, რომ ერთი და იგივე ფაში ყიდიან და არ არის დროპშიპინგის თემა და ესე საქართველოში ალბათ რამდენად იყიდე? ალბათ 15-20 ლარი მინიმუმ 25 თუ არა და ხა 7 ლარი თან სახში რო უფასოდ მოაქვს არის ძალიან მაგარი. ზუსტად იგივე ერთი-ერთი ესეც, აი, შეფუთვარებოდ სხვადასხვა. ესე რომ 14 ლარი დორის არის გამოვიწერეთ და აწი უკან ვით ჩამიждდება, კომფორტულად მიირთმევს თავის ყავას იქნება თუ ენერგეტიკულ თუ რაც იქნება. კიდევ ერთი ნივთი. ეს ზაბრი არ გიგონოთ მეგობრებო. მე როგორც BMW-ის მძღოლი საკმაოდ ხშირად ვცვლი ესე ვთქვა ძეს და დამატებას მიწოს ახლა თუ ცენტრში არ მივიყვანე და დამატების დროს ყოფილა მაგათად ერთი-ოჯერ ისეთი შემთხვევა რომ გადამესხა ზე და შესაბამისად ეს პროდუქტი ნახე თუ არა ეგრევე გამოვწერე, მგონი რაღაც თეთრები ღირდა და აუცილებელია ჩემი აზრით, ვისაც ავტომობილები ყავთ, იმიტომ რომ რავი ახლა იკლებს ესეთი მანქანები ზეც ხო იცით და თქვა ახლა 2024 წლის მანქანა თუ არ ყავთ, ერთხელ მაინც ჩაამატებით, ყველა დარწმუნებული ვარ, გულზე ხელი დაიდეთ ახლა და არ დამცინოთ რომ ზეც ამატებო. შესვლიდან ხომ ერთხელის ვამატებ ხოლმე სხვადასხვის. ადუხებს ძმა და რა ვქნა ახლა მაღალაბორზე ვამუშავებ ხშირად. შემდეგი ნივთი ეს აუცილებელია ოღონდ ამ მანქანისთვის არ გამომიწერია. პროსტა რა მუხთა იყო და წამოვიდა. ეს არის მოკლედ ნავაროჩენი კალოშები. ბახილები რა, სადმე მაგალითად ესე ტალახიან ადგილში თუ მოხდი, აი მაგალითად ოფროუდერების გამოიყენებენ ჩემი აზრით. საკმაოდ ხარისხიანი ჩანს, კაი სქელი რეზინია, დაბლა ძირიც კაი აქვს, მაგრამ მე არ ჩამეტებ. რა ზომაა ძმა? ეს ჩინური 51-ია უეჭველი. ჩინური 51 უდრის უეჭველი ჩვენს, რავი, ალბათ 27 მეტრს, ძალიან დიდია. გია და პატარა. შანსი არ ამე რომ ჩამეტიოს. მაგრამ იქნება ეს ფეხსაცმელს ბავშვი უნდა ჩავუყო. არა, ესიო, ტო. ორი წყვილი გამოწერ, ერთი ჩემთვის და ერთი შენთვის. სწორად გამომიწერია. მოკლედ, საკმაოდ კაი რაღაცა ჩანს. სქელი რეზინია დაბლიდან, ესეც რაღაც ცოტა ანუ სასიამოვნო ფაქტურა აქვს. ყოველ შემთხვევაში კაი რაღაცაა რა, გამოსადეგია პარკების ამოწმოს და ბახილების ჩასმოს, რომელიც იხევა. ბევრად ჯობია და რაც თავარია ფასი. ეს ღირდა ძმო 12 ლარი. 12 ლარი, რავი, მიეც და გეგდოს ახლა რა მანქანაში. რა იცი, თან პატარა შეფუთვაშია უკან სადმე ჩააკვეხე და რა ისი რა დროს გამოგადგება რა, სადარჩები რა ვიცი. შემდეგი ნივთი, რომელიც ეს საკმაოდ აუცილებელია სხვათა შორის და რამოდენიმეჯერ მომიწია ელიავას გადატრიალება, ელიავას არა. აუ რა ვიცი, ხო ელიავაზე არ არის, კი, ელიავას გადატრიალება, რომ მომეძებინა ესენი. ეს არის ის, რაც ჩემი აზრით ყველა ავტომოყვარულს სჭირდება და ბევრს ხშირად გვეკარგება ხოლმე, რავი, რაღაც ამ ბამპერის მოხსნას ან რაღაც მოხდებით რა. რა ქვია ამას ქართულად ასე არა ვარ. 10, 20, ნუ აი დიდი რაოდენობა არის სხვათა შორის, თავისი მომხსნელის მოყვება აგერ, აი მძიმეა, ეს პლასმასებიც და არის ესეთი ნაკრები. ორიგინალებს გავთ და სხვათა შორის ავტომობილს რო უყურებ ცნობ მოხსნილი აქვს თუ არა ამ ავტომობილს, ოდესმე ბამპერი, იმიტომ რომ საქართველოში მე ჩვეულებრივი სამარეს რო ეძახიან, მაგით ამაგრებენ რაღაცა, იმენა ეთყობა, რომ აი ესეთის აღარ აქვს. ორიგინალს ყოველთვის როცა არ არის მოხსნილი, აი ესეთი თავი აქვს. ეხლა ეს ორიგინალი არ იქნება, რა თქმა უნდა, რამდენად დაიჭერს არ ვიცი, მაგრამ აი როცა მოხსნილი აქვს ერთხელ უკვე ესეთი რაღაცა აქვს, აი და როცა არასოს არ არის მოხსნილი არის ესეთი და მოხსნისას ესე უბრალოდ ტყდება რა. ამიტომ ეხლა ჩემს ამას მივამაგრებ და მე გავყიდი მანქანას და ვიტყვი, რომ არასოს არაა ძმა ბამპერი მოხსნილი თქო. საკმაოდ კაია სხვათა შორის ის წარგი და ძვირი, რა ღირდა 16 ლარი მთლიანი ნაკრები. კაი, ამი ეს ჩვეულებრივი მოსახსნელი თავისი აკურატულად რომ მოხსნა და პლასმასის მოსახსნელების ალბათ რამე დეტალი თუ არ გინდა რო დააზიანო. ძალიან კაი, ამას მე დავყვები და ჩემ ავტომობილს რაც აკლია ყველგან გავუკეთე. ო, ადაობ რამდენი რაღაცაა თო. ეს ემი ზომა, ეს ალბათ ჩემია. აი ემი, ეს უფრო დიდი ჩანს. აი აქ უკვე ჩამეტევა წესფეხი, ხო? ეს სხვადასხვა ხარისხია. ხო, აი პლაშის ნაჭერია რა. წყალს არ მეიკარი. ნუ ხარისხის თემაში მაგათად მე ეს მირჩევნია ემიზომა ვიდრე ეს, იმიტომ რომ ტყავით დროთა განმავლობაში ალბათ გაიცრისება და გადაიხევა და ეს არის აი ქოლგებს რო აქვს რა თავზე ხო ხდებით, ეგეთი ნაჭერია ზუსტად და წყალს არ გაიკარებს. ეხლა მენანება ამის დასრო და მოდი არ ჩავისმე და გადავალ პირდაპირ მომდევნო ნივთში. 300 ლარიანი ვაუჩერი გამოიყენეთ, სადარეთ მოგადასაგდები 300 ლარი და ოპა. ეს მომთლიანი მოვლის ნაკრები და გული მიგზავს დღეს სამრეცხაოში წავალ. ეს რა არის გაფიცრეთ? ეს ავტომობილის საბურავი ძალიან კაია და რამოდენიმე არის სხვათა შორის ამ ნაკრებში. 1 2 3 4-ს რატო არ არის?
წელს 4 უნდა ყოფილიყო ეხლა. ეს რა არის ძმაო? რა ღირდა ჯერ ეს ნაკრები? ეს ღირდა 26 ლარი წარმოვიდგინეთ ყველაფერი ერთად. ეს არ ვიცი რა არის, 2 ცალი არის ალბათ სარკის საწმენდი, ეს მინების დიდი ალბათობით, იმიტომ რომ თხელია და რაღაცნაირი ფაქტურა აქვს, მე მაგათაც ეს ფაქტორს ვერ ვიტან. მაგრამ მინების საწმენდად კარგია. ეს სტანდარტული ტილო, რომელიც უკვე ჩამოგვივიდა, ტილოები გეუბნების ძალიან ბევრი გვაქვს. ამას ჩემს ბავშვი მიცუნდა ეგაიკეთებს, ესე ჩინური ზომა ალბათ რა ვიცი, მოხრილი მაშინით ითებით ეგრე ვაკეთებ, მაგრამ ესეთი კიდე მაქვს ერთი გამოწერილი, მაგრამ კაი არა, ეს რო გაფუჭდება, არ დაგენანება გადასაგდებად. ეს რა არის, ძმა? ეს ალბათ ესე საწმენდად? გასამშრალებელია ეს თუ რა არის? შეიძლება, რავი, აზე არ ვარ რა არის. დაწერთ კომენტარებში ვინმეს თუ ქონიათ ესეთი, მაგრამ 26 ლარი ხლა ამისთვის ძალიან კაია, ნახეთ რამე რაღაც მოყვება. ნუ ეს ტუალეტის სახეხი არ გეგონოთ, დისკებისთვის არის და სხვათა შორის ჭირდება, არც არ ქონია და მაინტერესებს როგორი მუშაობს. მოყვება ესეთი პატარა რაღაც, რომლითაც შეგვიძლია გავწმინდოთ ისინი რა, კონდიციონერის მილები და ეხლა უნდა გავწმინდო, იმიტომ რომ სხვათა შორის ზაფხული რომ მოვა და რო იძახით, რომ აი კონდიციონერმა გამაციაო, კონდიციონერი კი არ გაციებთ. აი მთელი ზამთარი რო არ ჩაგირთავთ კონდიციონერი რა და მე ერთიანად ჩართავთ, შენი დაგროვული ბაქტერიები გამოდის ეგრევე და ეგ ბაქტერიები გაციებთ ჩემო კარგებო, ამიტომ გაწმინდეთ ხოლმე სანამ კონდიციონერს პირველად ჩართავთ თქვენი სისტემები. ნუ ეხლა მართალი ამით შეგნით ვერ გავწმინდოთ, მაგრამ გარედანაც ეხლა პატარა რაღაცები ხო აქვს და აუცილებლად გაწმინდეთ სანამ ჩართავთ, იმიტომ რომ ნუ გინ ზამთარში მაგათად როცა გათბობას რთავ და იძახით, აუ ყელი გამომიშვა და გამაცია, არა, ჩემო კარგო, გაციებთ თქვენ ბაქტერიები. პატარა გაკვეთილი ჩემგან. ეს არის ძალიან სასაცილო რაღაც. სხვათა შორის ესეც ასევე აი იმ კონდიციონერის რაღაცების საწმენდია, პლასმასების ხო ხდები და არის საკმაოდ სასაცილო რაღაც ჩემთვის, იმიტომ რომ ეს რო გამოვწერე, ხო ვიცოდი რაც გამოვწერე და მე ვნახულობ ერთ-ერთ ქართულ გოგო TikToker-ს, რომელიც ზუსტად ამითთან სახეზე ისმევდა რა ქვია იმ რაღაცებს, ბრონზერს ისმევდა ამით სახეზე. ამიტომ ყველაფერს რაც რბილია და ჩოთქს გავს, ჩოთქი ქართულად არ ვიცი როგორ არის საწმენს, რა ვიცი, ყველაფერს სახეზე ნუ წაისმევთ რა გოგოებო, იმიტომ რომ მე მაგიტო ეს აკნე და რაღაცები რო ჩდება და აზე ხარ სამედიცინო თემაში გადავედი. ყოჩა გამირან, ეს რაღაც სქელი, რაღაცაში გამოვიყენებთ, ბიჭო, რამდენი რაღაცაა. ესეც ანალოგიურად რაღაც სქელი და ამასაც ალბათ რავი სალონში თუ გამოვიყენებ, სადმე არ ვიცი, ამას ცოტა უხეში პირი აქვს. შეიძლება. რა მთლიანი მანქანის ანუ ქიმწმენდის ნაკრებია ჩვეულებრივ ჩამოსული. და ესეც ანალოგიურად იმ რაღაც მილების საწმენდა. დაიცადეს რა არის, ძმა. ზედ უნდა გავუკეთოთ. გავუკეთებ, ჩაუშვებ შიგნით ბოლოში და გამოვასუფთავებ რა. ძალიან კაი, მომწონა. 26 ლარი ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა, ამიტომ გამოიყენე ჩემი 300 ლარიანი ვაუჩერი და ეხლავე გამოწერეთ ეს. ზაფხული მოდის თან, მანქანის მოვლა ყველას უნდა ძმაო. ნახეთ რა გაჭრიალებული დგას უკან. ნეტა მეზოს დავასრულებ დროეზოში გავეცხო ჩემი საკუთარი მანქანა, მაგრამ არ დაადგა საშველი. მოდი ამას დავუწეროთ 10-დან ფაში 10 და ისე ეს 8-ს დავუწერდი. შემდეგი, ეს სხვათა შორის მაინტერესებს როგორია ფეხსაცმლის მაზი რატო გამოვწერე. ანუ პირდაპირ ნიშნობით ფეხსაცმლის მაზი მაქვს გამოწერილი. მაგრამ ტყავზე მიდისოდა რა ვიცი. სუნის ხვანაირი აქვს. მაგრამ არ ვიცი, ამას ახლა მე ვერ გავტესტავ ძმაო. 2026 წლამდე აქვს უადა. TikTok-ში ტყავის საწმენდია რაღაც ალბათ რავი აპრიალებს, მაგას მე ტყავზე გამოვწი. ერთი შეიძლება გამოსოდო უკანა სავარდლებზე, რომელსაც არ უყურებ. მაინც რა ვიცი, არ გააფუჭოს და სილიკონს კი გავს. რომელი ტილო არ მომეწონა? შორდება ეგრევე. თითი გამიპრიალა ძმო, გააშავა ეგრევე. არ ვიცი, შეიძლება რამეში გამოგადგეთ. მე არ მგონია ეს რამეში გამოვიყენო, მაგრამ იყოს. არა კი გამოვიყენებ, გატყუებთ რა. პროსტა ფეხსაცმელი რო ახატია მაგან გამაცინა, მაგრამ არის მე ეგ ტყავის სავარძელი, ტყავის ჩანთა, ტყავის ქამარი და უეჭველი გამაშავებელია და პრიალი აი როგორ იგზა ეხლა უკან იცით? საშინელი ძმაო და იქ მოტოთი ამ სიჩქარეს რატო დადიან ვერ გქო? თავს იღუპავს ეს ხალხი რა. მოკლედ მე გამოვიყენებ ამას. შემდეგი, ჩემთვის ერთ-ერთი აუცილებელი რაღაც. ამ დროს არ მჭირდება, მაგრამ ყოფილა მომენტი რომ დამჭიროებია. ეს არის მოკლედ კაბელების შემკვრელი რა. აი ხა მაგათაც რავში და რაღაც შეგნით რაღაც კაბელები ვარ და ეს ტიტულ კაბელს ვერ ვიტან. რა მიყვარს ყოფილი ლამაზად რო არის ხოლმე დალაგებული და ეს არის ეს ტიპ ხრიწი, რომელსაც გადაჭრი, რა ზომაზეც გინდა, შეკრავ და საკმაოდ სასიამოვნო ფაქტურაა გარედან რა და კაბელებიც ლამაზად დაიმალება. აი ეს ჩათვალეთ რომ კაბელი არის ხა ჩემი თითით ეს და ლამაზად დამალავს რა. რა ღირდა ეს არ ღირდა მგონი ზვირი და მაგონში გამოწერე რა. ხო გითხარით ანუ იმდენად იაფი ღირდა ყველაფერი რომ პროსტა ფიზიკურად ვერ ვარჩევდი პროდუქტებს და გამოვწერე რაც კი იყო. სხვათა შორის ის ფეხსაცმლის მაზი ღირდა 3 ლარი. გონი ეს შემთხვევით გამოვაყოლეს, იმიტომ რომ არ არის ჩემ კალათაში. არა, სხვა არხსაც მაქვს სხვა ვიდეოები გადასაღები და უეჭველი მაგონში სხვა არხის დროს გამოვიწერე, იმიტომ რომ მართლა მჭირდებოდა ეს და მაგიტო აქ ვეღარ ვნახულობ. Next ეს თიკომის ხა გამოწეროთ, რაში მინდა არ ვიცი, მაგრამ ნუ კაი, ეს არის მინაზე გასაკეთებელი და მე წყალს აღარ იკარებს. ეს ფერია დავიჯერლური. არა, გამჭირვალეა, გამჭირვალე ფერია და ალბათ მე წყალს აღარ გაიკარებს. ნუ ეხლა ჩემს ავტომობილს ესეთი ბუნებრივადაა და ამას მამაჩემს მივცემ, პიაზე გავუკეთებს და წყალი აღარ გაიკარება სარკეებს.
ესეც გონი ლარი და რაღაც ღირდა და ვისაც გსურთ გამოიწერეთ. აქვე არის ინსტრუქცია ჩვეულებრივად დატანილი და ძალიან ადვილი ამის დამაგრება, ხო და რა ვიცი, საჭირო რაღაც არის ჩემი აზრით, რომ მოწმს თქვენ სარკეებს წყალი არ გაეკარება. ეს თლიან მანქანას რო გადავაკრათ, მაგარი იქნება. ვაქს და კერამიკას წავუხმევით ჩემ მანქანას ერთ კვირაში აფერი აღარ აქვს. უეჭველი მატყუებენ ხოლმე რაღაცას. აქვე მოყვება თავისი რაღაც სამაგრებია. არა, საწმენდები. ოკეი. შემდეგი, რა თქმა უნდა, ხო გითხარით ტილოების მანიაკი ვარ თქო, რაც არ უნდა ბევრი ტილო მქონდეს, მაინც ცოტა ტილო მაქვს. ეს ალბათ იგივე. ფაქტურა სასიამოვნო და ტილო იგივე. ოკეი. შენიერი. სახლის ალაგების დროსაც გამოგვადგება ამდენი ტილოები მაქვს. შემდეგი, ეს მინდოდა ძმაო, ეს მჭირდებოდა. უბრალოდ ეს რაღაცებს ვინც იყენებს, კარგად გაწმიდეთ ხოლმე, იმიტომ რომ შინით მაინც კენჭებს იტოვებს და მე თქვენ მანქანას თქვენვე კაწრავთ. ამიტომ კარგად უნდა ეს რაღაცებს მოვლა რა და მე პირადად როცა მქონდა, კარგად ვხმარობდი და ამ ავტომობილს ერთი ნაკაწრიც არ აქვს და ამათ შემიძლია ვთქვა. ეხლა ბოლო დროს აქვს, მაგრამ მანამდე არ ქონდა როცა ვხმარობდი. კაი რაღაცა ესეც საკმაოდ დიაფიღირდა. ნუ ყოველ შემთხვევაში თემა ის არის, რომ აქ ყიდვას იქიდან გამოწერა ყველაფრის ბევრად ჯობია ეხლა ვისაც ჩინური რაღაცები გინდათ, თორე ის ევროპული ხარისხი და რაღაცები არ გინდათ სვალი. ანუ ჩინურ რაღაცებს აქ მაღაზიაში რასაც ყიდულობთ, ჩვეულებრივად, ანუ მანქანის მოვლის მაღაზიებში რო შეხვიდეთ, ანუ ესეთი რაღაცები რო ნახოთ 3ჯერ და 4ჯერ ზვირი იღება დარწმუნებული ვარ და თემა ის არის, ხარისხში არანაირი განსხვავება არ არის, იგივე ხარისხია, 4ჯერ და 3ჯერ უფრო იაფიგიჯდებათ გამოწერა და ანუ უბრალოდ თუ ვისაც მაგალითად დღეს არ გინდა და ერთი კვირა შეგიძლიათ მოწდა გამოწერეთ და სახში მოგიტანენ რა. სადაც არ უნდა იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით. დავიღალე ძმაო. იცით ტილო, ოღონ ამჯერად დიდი ტილო. ესეც იგივე ხარისხი ზუსტად. ერთი ტილო, ორი ტილო, სამი ტილო, 4 ტილო და 5 ტილო. რამდენად გამოწერე ეს? 10 ლარად ვიყიდე 5 ტილო. როცა გუდვილში ზუსტად ესეთი ტილო ვიყიდე 10 ლარად თუ უფრო მეტად არა, დაჟე 1 ცალი. კაია ძმაო. აი ესეთი რაღაცები მილაგია ახლა წინ პირდაპირ მომრჩები ამიდოს, თან კაი ამინდია. მედივარ ეგრევე ლარიანებში. ოპა, ესეც ასევე დისკების სახეხი. იქ უბრალოდ ანუ ესენი ცალკე ვნახე და მე კომპლექტი ვნახე და ეხლა ხო იცით დროთა განმავლობაში ყველაფერი ფუჭდება და გადადოთ და 2 ცალი გამომეწერა. ზუსტად იგივეა, რაც ნაკრებში იყო, ზუსტად იგივეა ესეც. და ეხლა ვნახოთ ფაში როგორი განსხვავებაა. ნაკრები ღირდა 26 ლარი, რომელშიც ეს შედიოდა და ცალკე ეს ღირდა ძმაო, გეტყვით ეხლა ვერამდენი. 5 ლარი. ხო არ ჯობია რომ კიდე ნაკრები გამოწერო ეხლა 20 ლარი გინდით, 19 ლარი გინდით. ზუსტად ერთ იგივეა. თან ძალიან უხეშიც არა, ანუ ისეთი არა რომ რაღაც დისკი გაგეფუჭოთ და რაღაც მეტალის სახეხივით არ არის რა. აუ კიდე კაი ბოლოში გავდივარ ეს რა არის. ესეც ტილოები მეგობრებო, ოღონდ ეს ცოტა ნავოროჩენი ტილოებია. ეს საერთოდ სხვა ხარისხი, ეს ცოტა სქელი არის ძმა უკნიდან და ისეთია რომ აი ხვდები, პროსტა გადაატარებს ხო რა ეგრევე გაგიმშალებს მანქანას. დაღირდა ეს. პროფესიონალური ტილო 8 ლარი. აი ფასი მიმიცია ძმაო. ხო არა, ტილოების unboxing-ი უფრო გამომივიდა ეს ვიდრე რაღაც მანქანის, მაგრამ მანქანის მოვლაზე სხვა რა უნდა ვქნა ეხლა. ხსნარებს და რაღაცებს ეხლა იქიდან ფიზიკურად ვერ ჩამოვიტანდი. არ ვიცი იყიდება თუ რა არც მინახავს სიმართლე გითხრათ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აქაც საკმარისად მაქვს ხსნარები. ოკეი, კიდევ ერთი. ეს რა არისო? აი ზუსტად ეს ქონდა იმ გოგოს, აი. ზუსტად ეს. ძალიან უხერხულში ჩავარდება ეხლა ამ ვიდეოს თუ უყურებთ, რომ ვალდებული ვარ რომ გითხრათ, ანუ ეს არის ავტომობილის მოვლისთვის განკუთვნილი და რა სახეზე წასასვლელი. ჩასადების მესონ ზუსტად ხო, ანუ წაღან იქ ნაკრებს შედიოდა, ესე ცალკე გამოწერე რა, ესე ჩასდები მოყვება, ჩადებ, რომ მე ზედმეტი რაღაცებით არ დაიმტეროს და საკმაოდ კომფორტულია რა. თეკოს გავაფრთხილებ, რომ ეს არ ეკონოს ის რაღაც წასასვლელი. ცალკე ეს რა ღირდა. იქ 26 ლარიან ნაკრებს შედიოდა. ცალკე ეს ღირდა 4 ლარი. აი ნახე უკვე ამით და ამით ავედი ძმაო უკვე 10 ლარზე. თითქმის 26 ლარი მაშინ ღირს. ვსო კიდე აქ ეს 10 ლარი ღირდა ნაკრები რა. აქ შეგვიძლია ვიანგარიშოთ 1 ტილო 2 ლარი. ეს არ ვიცი რა ღირდა, მაგრამ ეს არის ნაკრებში. ნუ ნაკრები ბევრად ღირს. ეს რა არის? ეს არის უკვე პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენი საბურავების საწმენდი. აწერია პირდაპირ shiny black გავხსნა ხო? კი. ზუსტად იგივე, აი, ერთ-ერთი იგივე რაღაც არის, რაც წეღავ ნახეთ. უბრალოდ ეს ცოტა არის შედარებით. სუნი კაი აქვს, მაგრამ არ მგონია ვიღაცა მხარ გარედან დაყნოსოს ჩემი საბურავები. და როცა გავრიცხო მე გავტესტავ მაშინ რა, ეხლა რუტყულად არ ვიბოდიალო რაღაცები. ეს რა ღირდა? ეს ღირდა ცალკე, აუ, რამდენი მოხდა? 4 ლარი ღირდა ეს. ეს სამნაირი მაგ გამოწერილი, ესე იგი კიდე უნდა შემთხვევას იქ დაბლა 1. მომდევნო ნივთი ესეც რა თქმა უნდა ისევ ტილო, ოღონ ეს არის დიდი ტილო. ესე ის ცოტა ხარისხიანი ტილოებით ხო რა ვთქვი, ეს არის მაგის დიდი ვერსია, რომელსაც ალბათ ავტომობილის გასამშრალებლად გამოვიყენე და იმას მინებზე და ინტერიერში რა. ერთი კაი გარაჟი უნდა მოვაწყო აქ ეზოში. ეზოს ახლა ვარემონტებ, იქ შიგნით საწმენდის საშუალებები. ნუ თლა დიდიც არ არის ახლა, მაგრამ თავის ფაში მშვენიერი რაღაცაა რა. ესეც დავდოთ აქ და გონი ბოლო ნივთია რა. კი, მივუახლოვდით უკვე დასასრულს. ეს არის ნომრი 3, რომელიც მე არ მჭირდება. კი მჭირდება ხოლმე, მაგრამ ფიზიკურად ვერ მივამაგრე მე ჩემს ავტომობილზე ნომერს, იმიტომ რომ მე ნომერი გამიხდება გადასაგდებით. ეს რა ღირდა? ეს გონი ძალიან იაფი ღირდა. და აქ საქართველოში შედარებით ზვირი ღირს, 3 ლარი ღირდა ეს. და საქართველოში ხო დაწერეთ კომენტარებში, მე არ მახსოვს ახლა უბრალოდ, მაგრამ ვიცი რომ ერთი
15-20 ლარა ჩემ ხვედრია სადღაცა დაწერთ კომენტარებში ზუსტად რა ფასში დევს ესენი გასაყიდად. Როგორ უნდა შევიყვანოთ მაგ ციფრები? ანუ მონიტორი აქვს და მონიტორზე როგორ უნდა შევიყვანოთ? არა 15-20 ლარად რაც მინახავს ის შედარებით ხარისხიანი ჩანდა, რაც ფოტოზე თითქმის ეგეთი არ არის, მაგრამ всё, ციფრები მოყვება აგერ. ძმაო, ეს და მიაკრა. იქ მისაკრავები არ არის, ამას ჩავდა მიაკრავ, ესე მოყვება, მაგნიტურია, ხო? კი, easy. ნუ ხა 3 ლარიანი ნომრის საჩვენებელია რა, რას ნაველოდოთ ამისგან, სულ არაფერს ჯობია ვისაც არ გქონდა ფურთოზე დაწერილს რა. მაგრამ ეხლა 15-20 ლარიანს არ გავს აკაურს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამის ხარისხიან ვერსიას ტემოზეც ნახავთ, ხო და მოკლედ დღეს ამ არხზე სულ ეს იყო. აწი უკვე წესით უნდა დაელოდოთ ვლოგებს ევროტურს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მაისში მივდივართ ევროტურში ამ ავტომობილით. პირველ რიგში გეზი გვაქვს ნურბურგრინგის სარბოლო ტრეკისკენ და შემდეგ ევროპის გარშემო ბევრ საინტერესო ქალაქს ნახავთ, ბევრ საინტერესო ადგილას მივალთ, ბევრ საინტერესო ვიდეოს გადავიღებთ, როგორც ჩემი ამ არხისთვის, როგორც TikTok-ისთვის, ასევე TikTok-ს, YouTube და TikTok-ისთვის და ძალიან დიდი კონტენტი გელოდება წინ რა. ესე რომ ნებისმიერი შეთავაზებისთვის ღია ვარ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტემოზე ეხლავე შეგეძლოთ მიიღოთ 300 ლარიანი ვაუჩერი უბრალოდ გადადით აღწერაში მდებარე და შეიყვანეთ ეს კოდი საძიებო ჩაოლუროთ იქ სადაც ეძებთ რა ნივთს მან ჩაწერეთ ეს კოდი და იქ ამოგიდებთ უკვე რაც შეგიძლიათ მაგ 300 ლარად გამოწეროთ. ესე რომ ყველას გისურვებ წარმატებას და ავიყვანოთ ეს და 10000 ლაიქს. კი არა ჩემი ტერი, მაგრამ იყოს.